რას გეგმავთ თქვენთან დაკავშირებით თქვენ ჩაფიქრებული ადამიანი? ნახავ ეხლა რა ენერგიებში ხართ თქვენ ორნი და მე ვნახოთ მისი გეგმები თქვენთან დაკავშირებით. ეხლა რა ხდება თქვენ ორზე? იფიქრეთ საკუთარ თავზე თქვენ პარტნიორზე. დაალაიქეთ ვიდეო. ახლა რა ხდება? ოჰოჰოჰო. ცოტა ხისტი და ცივი ენერგიები ტრიალებს ურთიერთობაში, რბილად რო ვთქვათ. აქ არის ცოტა იმედგაცრუება, მოწყენილობა, შეიძლება ერთ-ერთი მხარე არ არის გახსნილი და ცოტა ჩაკეტილი და თავის თავზე ორიენტირებული და უხეში ლაპარაკები იყოს და სიმკაცრე და კრიტიკა ბევრი ურთიერთობაში. შეიძლება აქ ბევრი საბრძოლველი და ბევრი საწვალებელიც არის ამ ეტაპზე. ეხლა რაღაცა პაუზასავით vagy გაჩერებული ვითხედავ მდგომარეობა. შეიძლება კონტაქტი გაქვთ, მაგრამ არ ვითარდებოდეს ურთიერთობა, ერთ ადგილას იყოს გაყინული, გაშტერებული სიტუაცია და იმედგაცრუებებს ხედავ, რაღაცეები ბევრია ნაწვალები და შეიძლება ის შედეგები არ არის, რაც მისაღები იყო და გახართ საერთოდ ფიქრი ჩანს და ურთიერთობის გათაფასება, ღირს თუ არ აღირს ამ ურთიერთობაში ყოფნა, რა იქნება, გავაგრძელო, არ გავაგრძელო, ბევრი ესეთი ენერგია. ნახოთ თქვენს ჩაფიქრებულს თქვენთან მიმართებაში რა გეგმები აქვს. ცვლილებები უნდა რეალურად ამ ადამიანს პირდაპირ გეტყვით, აღარ უნდა ესე გაგრძელება სიტუაციის როგორც იყო, გარკვეულ ტრანსფორმაციაზე ეფიქრება, უნდა რომ აი ძველი ყველაფერი რაც ნეგატიური იყო და საერთოდ რაც არის დასრულება უნდა, ბევრ თქვენთაგანთან არ გამოვრიცხა რომ გატრიალებული იყოს, ან უბრალოდ ემოციური გაცივება იყოს, შეიძლება თავად ადამიანის პროცესშია ემოციური გაცივების, არ უნდა ემოციური საქანელები, არ უნდა ამდენი ბრძოლა, აი უნდა რომ რაღაცნაირად დააბალანსოს. თუ მოახერხებს დააბალანსოს ურთიერთობა დააბალანსოს, თუ არა და გასვლასაც ფიქრობს პირდაპირ გეტყვით, ცოტა მძიმე და ისეთი არასასურველი ენერგიები ამოსდის. ვნახოთ აი რას მოიმოქმედებს რეალურად. შეძლებს თქვა ტრანსფორმაციის გავლას და აღადგენს ურთიერთობას თუ წავა, იმიტომ რომ ეხლა ჯერ გზა გასაყარზეა და თვითონაც არ იცის ბოლომდე რა მიმართულებით ჩამოყალიბდება. მოქმედებებს რაც შეეხება პირველი გეტყვით, რომ საკმაოდ ადამიანი ისეთია თავდაჯერებული და თვითდაჯერებული და ესე მარტივად ეს არ დაგთმობთ. მოვა, მაგრამ უნდა თავის ჭკუაზე სიარული და თავის თავზე აკონცენტრებული და მე როგორც მინდა ესე მინდა რომ იყოსო, იქნება აქტიურობები, მაგრამ გეტყვი ეგოისტური მომენტები, იქნება უამრავი ეს ადამიანი, ხოლო თავის თავზეა კონცენტრირებული და თავის ჭკუაზე უნდა სიარული. უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, თუ დააკლებთ ყურადღება, შეიძლება უფრო მეტად გააქტიურდეთ, გაითვალისწინეთ.